კაბადოკიას ალბათ იმიტომ უწოდებენ მერვე საოცრებას, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ მნახველს დანარჩენი 7 საოცრება სამუდამოდ ავიწყდება და საბოლოოდ იჯერებს, რომ უფრო საოცარი სამყაროში არაფერი არსებობს. სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები ათასობით კილომეტრს გამოივლიან, რომ საკუთარი თვალით ნახონ ქვეყანა, რომელსაც ძველ სპარსულ ენაზე კატპადუკა ჰქვია. საქართველოს მოქალაქეებს კი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე ჩასასვლელად მონდომება სჭირდებათ. ეს მონდომება ჩემს მეგობრებში გაჩნდა. ცნობილი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა, ახალგაზრდა გეოგრაფები და ჟურნალისტი გიორგი დვალაშვილმა შევკრიბა და გზას დავადექით. ჩულეკ ბოღაზი, ეს პირველი დასახლებული პუნქტია. აქედან იწყება გიორემის ხეობა. ეს გზა იყო მთავარი ძარღვი კაბადოკიისა. აქ გადიოდა მთავარი საქარავნე გზა, რომლითაც კაბადოკიას არაერთი კულტურა დაუკავშირდა. სულ რაღაც 25 კილომეტრში მსოფლიოს მერვე საოცრება გველის. სამი ვულკანის ამოფრქვევამ 100 კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმის, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა ის დედამიწის ზურგზე. ამ მიწის ძველი სახელი კატპატუკა ძველ სპარსულ ენაზე თეთრი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ულამაზესი თეთრი ცხენები არ ღვევდნენ კიდეც. ეს იყო უდიდესი დასახლება, აქ ეს გამოქვაბულები, რომელიც ადამიანის მიერ არის ხელოვნურად გამოკვეთილი, ბუნების მიერ შექმნილ ძეგლებში, იყო უხსოვარი დროიდან დასახლებული, საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო დასახლებული, აქ გადიოდა საქარავნო გზები, აი ამ ტერიტორიასთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს უძველესი ცივილიზაციები, აი ამ მიწა-წყალზე დაიბადა და აღიზარდა წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და ეს წმინდა ადგილები საქართველოსთან ძალიან მჭიდრო კავშირში არის. აქ სახლების მშენებლობის ანტიკური მეთოდები და დაგეგმარების პრინციპები დღემდეა შემორჩენილი. სახლები ისეა შერწყმული გარემოსა და ლანდშაფტთან, იმდენად ზუსტად და გემოვნებითაა გამოყენებული ამ რელიეფის თავისებურებანი, რომ გულწრფელად გიკვირს, რომ ჩვენს ეპოქაში თურმე შესაძლებელია ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრება. ეს მიწისქვეშა 8, 9 და ზოგჯერ 10 სართულიანი ქალაქები ერთმანეთთან რამდენიმე კილომეტრიანი გვირაბით იყო დაკავშირებული, რომელთა უმრავლესობაც დღეს არ არის შემორჩენილი. კაბადოკიის მიწისქვეშა ქალაქების შექმნის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მიწისქვეშა ქალაქები რომაელებისაგან დევნილმა პირველმა ქრისტიანებმა ააგეს. სხვები ფიქრობენ, რომ აქ არაბების თავდასხმისაგან შეშინებული ადამიანები იმალებოდნენ. წყაროების მიხედვით კაბადოკიის მიწისქვეშა ქალაქებში ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე ხეთები ცხოვრობდნენ. თუმცა ყველაფერი უცნობი და ამოუხსნელია.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ქართული ვაზი აღმოვაჩინე. არ ვიცი ქართული რატომ ვახსენე, მანამდე არ ვიცოდი, რომ ვაზი ქვიშაში ცხარობს, თან ვაზის ნახვამ საქართველო გამახსენა. აქ ბევრი რამ იწვევს გაოცებას, მათ შორის ქვაში გამოკვეთილი სასტუმროები, სადაც ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს. ვაჟა ტრაპაიძე ამ ემოციის გადმოცემას ცდილობს. ამ ბუნებრივი სვეტების საკნებში, სადაც ადრე ბერები ცხოვრობდნენ, დღეს სასტუმროს ოთახები არის განთავსებული. აქ საკმაოდ ნორმალური პირობები არის ცხოვრების, თავისი სველი წერტილით, ყველანაირი სიკეთით, ძალიან ბევრი ტურისტები არის და ღამის გათევა კი არც ისე ძვირი. ღამეში $50 ერთი ნომერი ღირს. მე აქ დავიბადე. ჩემი მამა პაპაც აქ ცხოვრობდნენ. ამიტომ კაპადოკია ყველაფერია ჩემთვის. ამჟამად სოფელში ვცხოვრობ. ბიზნესი დამოუკიდებლად დავიწყე და ამ სასტუმროს ვამუშავებ. ამიტომ სოფლიდან აქ ყოველ მეორე დღეს ჩამოვდივარ. კარგი იქნება თუ ქართველებს გიმასპინძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეზოში ვაზი ხარობს, მასპინძელი ისმაილი ტრადიციულად ჩაითქვი მასპინძლდება. ამ სასტუმროს მე პატრონი არაჩვეულებრივი გულკეთილი მასპინძელი აღმოჩნდა. ბატონი ისმაილი ტრადიციულად როგორც თურქეთში, აქაც ჩაით და ყავით გაგვიმასპინძლდა და ეხლა გულთბილად ვისაუბრეთ და იმედია რომ სტუმრები მოუვა ბატონ ისმაილს და ქართველები ძალიან ხშირად ღვინოსაც აყენებენ და ალბათ შემდეგი ვიზიტისთვის ღვინითაც გაგვიმასპინძლებ. შარაფ. Şarap, Raki, şarap. Güzel. Güzel. Kebap güzel. ჩაი გემრიელია, თუმცა ისმაილთან სტუმრად ვერ ვრჩებით. დაქანცულებს და ემოციით დატვირთულებს ჩვენი სასტუმრო გველოდება, რომელიც აი ასე გამოიყურება. ჯერ ვერ ვითავისებთ იმ ემოციას, რაც მეორე დღეს გველის. გიორემის ეროვნული პარკი ქალაქებს ნევშეჰირს, ურგუფსა და ავანოს შორის მდებარეობს. მეოთხე საუკუნეში დაარსდა. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ბასილის, ვაშლისებრი, წმინდა ბარბარეს, გველების, ბნელი და სანდლებიანი მონასტრები. 1985 წელს ეს ბუნების საოცრება შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ეს ბერების სატრაპეზოა, დაახლოებით 15 საუკუნის წინანდელი. ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი კაბადოკიაში, სატრაპეზო, სადაც ბერები აი ესეთი ფორმით აქ ისხდნენ და შესაბამისად სატრაპეზო ფორმით იყვნენ აქ. ანალოგიური ხდება დავითგარეჯის ლავრაშიც და კაბადოკიაში ესეთი ფორმები საკმაოდ ბევრგან არის. ეს არის აი იმ დროინდელი დაახლოებით 15 საუკუნის წინანდელი, როდესაც აქ ფუნქციონირებდა მონასტერი. ეს ერთი კომპლექსი სასადილო მისაღები და სხვადასხვა დანიშნულების ოთახებისაგან შედგებოდა. როგორც ირკვევა, აქ 50-მდე ბერი მოღვაწეობდა. აქვეა წმინდა გიორგის ფრესკაც.
ვიცით რომ კაბადოკია წმინდა გიორგის სამშობლო იყო და გარდა წმინდა გიორგისა აქ საკმაოდ ბევრი წმინდანის ფრესკა არის კარგად შემორჩენილი. ბნელ ეკლესიაში ყველაზე კარგადაა ფრესკები შემონახული. ქართველი ტურისტები ემოციას ვერ მალავენ. ძალიან მაგარია რა დამუნჯებულები ვართ ემოციით რა. ზუატელმა დამიარა არ არსებობს ადამიანს ცრემლები არ წამოვიდეს ამის შემთხვევაში. აი არა ვიცი სასწაულია. ცუდად ვარ. ძალიან მაგარია და განსაკუთრებით ქართველისთვის ახლა ბევრი უცხოელი არის და შეიძლება ვერ შეიგრძნოს ეს ქრისტიანული და ქართული ფესვების მქონე ეკლესიის და ტაძრის არსი და ქართველისთვის როცა არაჩვეულებრივ სანახაობას დახულობ ნამდვილად დიდების მომგვრელია თითოეული ფრაგმენტი ემატება ჩვენს ნანახს და ვივსებით ემოციით. ფრესკებთან ბუნებრივია ლოცვის სურვილიც ჩნდება. კაბადოკიაში დღეისათვის 36 მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. აქ ყველაფერი იყო, რაც ჩვეულებრივი ქალაქისათვის არის დამახასიათებელი: საცხოვრებელი ოთახები და სალოცავები, სკოლები და ბიბლიოთეკები, მარნები და საავადმყოფოები. ეს კლდე, რომელიც ვულკანური პროცესების შედეგად წარმოიქმნა, 112 მეტრის სიმაღლის არის. ძალიან ხშირად აქ მიწისძვრების შედეგად ეს კლდე ინგრეოდა ისტორიულ წარსულში. საკმაოდ ბევრი გამოქვაბული არის ადამიანის მიერ გაკეთებული. ეს არის დაახლოებით 1000 ვარძია და 10000 დავითგარეჯი, ესე შედარებისთვის რო ვთქვათ. დღეისათვის ამ გვირაბების უმრავლესობა არის სასტუმროებად გამოყენებული. კაბადოკიაში ხეთები და თაბალები ასურელებმა შეცვალეს. მერე სკიტებმა და კიმერიელებმა, სპარსელებმა და რომაელებმა, ბერძნებმა და არაბებმა. ამ გზით მოდიოდნენ და მიდიოდნენ ხალხები, იცვლებოდნენ ცივილიზაციები, მაგრამ უკვალოდ თითქმის არავის ჩაუვლია. კაბადოკია ამიტომაც არის მრავალი კულტურის სინთეზი. Каппадокия стумари арасоდეს мокლებია. Родина вами гордится. Добро пожаловать в Каппадокия. Моя жена. Ее зовут Мюге. Меня зовут Мемет. Мы отдам тебе большое поцелуй. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ არა მხოლოდ კაბადოკიაში, არამედ ანატოლიის სხვა მიწაზეც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა ქართული მოსახლეობა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს აქ ქართული კვალიც აღმოვაჩინოთ. კაბადოკია ქართველისათვის იმიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, აქ საქართველო ყოველთვის იმიტომ გახსენდება, რომ ეს ქვეყანა წმინდა ნინოს სამშობლოა. რადიდებული გრძნობაა, როცა ფიქრობ, რომ აქ ამ ქუჩებში წმინდა ნინო ცხოვრობდა და იზრდებოდა. სწორედ აქედან კაბადოკიაში ვაზის ჯვრით შემობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში, ქვეყანაში, სადაც იგი სამუდამოდ დარჩა. საქართველოს სამუდამოდ დაუკავშირდა წმინდა გიორგიც. ყოველი დღე საქართველოში ხომ წმინდა გიორგის სახელობისაა. როგორც თითქმის ყველა მეორე ტაძარი აგებული ქართულ მიწაზე. ამ სიყვარულს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველი: წმინდა გიორგი კაბადოკიელი იყო. ამ ქვეყანაში ლეგენდებსა და რეალობას შორის ზღვარი არ არსებობს და თუ მოინდომებთ, აქვე მეზობელ ქვეყანაში აუცილებლად ნახავთ მერვე საოცრებას, რომელსაც ვერაფერი შეედრება, საოცრებას, რომელსაც კაბადოკია ჰქვია.